მშვიდობის გოგოებო, როგორ ხართ, მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის, გვერდში დგომისთვის და იმ სიყვარულისთვის, რასაც ჩვენ მიმართ ავლენთ. გუშინდელი კომენტარებისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით. იეცაკ არის? მეც მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. ეხლა რაზე მინდა თქვენთან ლაპარაკი, დილით ყავადავლიე. ისეთი ვიდეო ვეღარ შევწერე, დილის ვლოგი რო გვაქვს ხოლმე, მაგრამ ესეთი პატარა ვიდეო მინდა, ეხლა პატარა ვიდეოთი მინდა მოვიდე. აი კურსთან დაკავშირებით. კურსი რო იყიდა მეთქი გითხარით ხო გიამ და ჯერ მე ვიტყვი ახლა თავიდანვე ხო ვთქვი რომ ისეც ფიქრობ მეთქი რომ რაღაცა ისეც ვერ გავიგებთ იქ და ვერ ვისწავლით რაც უკვე არ ვიცით ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ისეთი ცოდნა გვაქვს და იქიდან გვაქვს ცოდნა რაც არის ყველაფრის საწყისი. ეს არის ღვთის სიტყვა. ეს არის ფუნდამენტი ყველაფრისა, გოგოებო. ეს არის საწყისი და მომავალი და აწმყოც სხვათა შორის. ყველაფერი იქიდან მოდის და ყველაფერი იქითკენ მიდის. აი რო დავაკვირდეთ ეგრეა მართლა. ანუ წინაწინ ვიცოდი რომ რაღაცა ისეთი უბრალოდ გვინდოდა ჩვენ თანამედროვე ფსიქოლოგიური მიდგომების კიდევ ერთხელ მოსმენა სხვათა შორის რომლებსაც ხოლმე ზოგი ერთ მიდგომას არ ვეთანხმები. პირადად მე და ვფიქრობ გიაც, იმიტომ რომ ჩვენ ერთნაირად გვაქვს ეს განათლება და ის რაც გვაქვს ჩვენ ანუ ეს რაღაცა თითქოს ახალია და ამავდროულად ძალიან ძველი და ზოგიერთს გონია ხოლმე რომ ეს ყველაფერი არის მოძველებული, მიხვდით? მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ძველდება. ეს არის მთავარი სიბრძნე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ვისგან ვიცით? ქრისტესგან. ეს არის ქრისტიანი. და ქრისტე ვინ იყო? ღმერთი. რომელიც დედამიწაზე განკაცდა. ეს იყო ყველაზე დიდებული ადამიანი, რომელმაც ილაპარაკა. და ეს ყველაფერი მოძველებულად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ზოგიერთები ასე თვლიან და ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩემო სიხარულებო. მე პირადად თუ თქვენთვის რაიმე რჩევა მომიცია, ან გაძლევთ და არ კიდე მოგცემთ ჩემი ვიდეოებიდან, ეს ყველაფერი არის დაფუძნებული ხოლმე აი ამ ცოდნაზე, რაც ვისწავლე. და ყველა ადამიანი ესია. ვიღაცამ თუ მაგალითად ბიოლოგია ისწავლა, ხო? ის იქიდან გაძლევს რჩევებს. ნებისმიერმა ადამიანმა, რო ვთქვათ, რაღაცა განათლება რომ მიიღო, ის იქიდან გესაუბრებად. ყველა ადამიანი ესია. რაც იცის. და ეს ყველაფერი არის ყველაზე დიდი მარგალიტები, რაც კი არსებობს. ეს ყველაფერი არ ძველდება პირიქით. უფრო და უფრო ხდება საჭირო, რაც უფრო დრო გადის და რა ვიცი, ვისაც ეს აინტერესებს, ვისაც უნდა ნამდვილად მოგვარება თავისი პრობლემებისა, ურთიერთობებისა. აი რატო არ ვეთანხმები ხოლმე ზოგ რაღაცაში თანამედროვე მიდგომებს, იცით? ბევრი რაღაცა თითქოს აცდენილია ხოლმე იმ ჭეშმარიტებასთან, რაც არის ღვთის სიტყვაში ჩაწერილი.
და თითქოს ეს ყველაფერი მიმზიდველად კი ჩანს რაღაცა მომენტში, მაგრამ საბოლოოდ შედეგს არ იძლევა ხოლმე. კარგს. შეიძლება სიტყვია ბაგია. ხო, იმას დავამატებ ჯანა, რომ თანამედროვე ფსიქოლოგია დაახლოებით 50 მიმართულებით არის განვითარებული. მაგრამ ყველა მიმართულებაში რაღაც ისეთი ფაქტორებია, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა ნიუანსებში ეხმარება. მაგრამ ძირითადი საერთოდ მორალი და ადრე ისიც კი ვთქვი, რომ ზოგადად მსოფლიო კონსტიტუციები არის ქრისტიანულ საფუძვლებზე დაფუძნებული და მით უმეტეს ფსიქოლოგია. ყველა ფსიქოლოგიაში გარკვეულწილად სათავეს იღებს თეოლოგიიდან. კი. თეოლოგია ეს არის საღვთისმეტყველო ცოდნა. თეოს ნიშნავს ღმერთს და ლოგოს სიტყვას, ანუ თეოლოგია იქიდან მოდის. ასე რომ ძირითადი პრინციპები, ეს ყველაფერი არის საღვთო პრინციპები. ამიტომ რა მიზანიც ამაქვს მე და რა სფეროსაც მინდა ჩაუდგე ჟანა, ამას უწოდებდი მე თეოლოგიური ფსიქოლოგია. ხო. რაც იცი, ხო, ადამიანის ბუნების და არსის მთლიანად გაშლა ხდება აი ამ თეოლოგიაში. კი. საუკეთესო და თან ყველაზე მარტივ ენაზე მხოლოდ იესომ შეძლო ადამიანებთან მიეტანა სიმართლე და ის თავანთი პრობლემები მოეგვარებინათ ადამიანებს. ასე რომ ძირითადად რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურ საკითხებზე იქნება საუბარი, რა პრობლემატიკა ექნება ადამიანს, რა აწუხებს, როგორ, მაგრამ საუკეთესო მასწავლებელი ვინ არის საერთოდ ადამიანებისთვის. მაგალითად მანქანა რო გამოდის ქარხანაში, მას მოსდევს ინსტრუქცია, ან სარეცხის მანქანა, ან ნებისმიერი რაღაც. და ამ ინსტრუქციაში წერია, როგორ უნდა გამოიყენო, ექსპლუატაციის წესებია, რა აზიანებს, რა არის მისთვის კარგი, დრო და დრო რა შეიძლება გაუკეთო, რომ უფრო ხანგრძლივად იმუშაოს, ხო? აი ადამიანის ინსტრუქციაც არის ეს საღვთო სიტყვა, ფაქტიურად თეოლოგია. და მისი ფსიქოლოგია, თეოლოგიური ფსიქოლოგია, ხო? როგორ იცხოვროს სწორად, როგორ ქონდეს სწორად ურთიერთობები, სად გადის ზღვარი კარგსა და ცუდს შორის, ან მაგალითად დღეს რო რაღაც კარგი გონია, საბოლოოდ რა შედეგით შეიძლება დამთავრდეს. ასე რომ ეს თეოლოგიური ფსიქოლოგია ვფიქრობ, რომ არის ყველაზე ძლიერი მიდგომა ადამიანის ბუნებისა, რადგან ვინც შექმნა, იმაზე უკეთესად არის, არავინ არ იცის, რა სჭირდება ნამდვილად ადამიანის ფსიქოლოგიას და ბუნებას. ამიტომ ვფიქრობ, თეოლოგიური ფსიქოლოგია იქნება ძალიან ძლიერი ადამიანის პრობლემების გადაჭრაში. კი. ანუ თუ მაგალითად შენ გაქვს შიშები, შფოთვები, პანიკური შეტევები და ეს არ არის ძალიან გართულებული მდგომარეობა, სწორი მიდგომები, სწორი საფუძვლები ამ ყველაფერს დაგილაგებს და სწორი რჩევები. რა სიტყვია? ხო ასეა, ჩაუწერა ამათი. ხო, ხანდახან არის ესეთი მეთოდიკა, რომ უნდა შიგნით ჩაიხედოს ადამიანი, წარსულს დაუბრუნდეს, საიდან მოდის ის ფსიქოლოგიც დაეხმარება კითხვების მეშვეობით, რომ ნელ-ნელა ჩაუღრმავდეს თავის აი ამ პრობლემას და შეიძლება თვითონაც კი ვერ მიხვდეს ისე გაანალიზოს, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ბოლომდე არ ესმოდეს ეს ყველაფერი და შეკითხვებით ნელ-ნელა რო იტყვიან ეს ჭა ამოხაპო, რო იტყვიან, რაც არის აი ეს ძველი. რო ახალი წყარო, ახალი წყლით შეივსოს ჯანსაღი და შემდეგ მისი ცხოვრების ხარისხი და მომავლის იმედი უფრო უკეთესი გახდეს.
კი ბატონო. თუ არ არის ეს გადასული უკვე ფსიქიატრიულ დარგში თუ არ არის, ფსიქოლოგია სხვა და ფსიქიატრია სხვა. როცა არის ეს ფსიქოზი, როცა არის ეს შიზოფრენია, ამას უკვე რა თქმა უნდა სერიოზული მკურნალობა სჭირდება. არა, ის არ უნდა აგვერიოს ჟანა. ფსიქიატრია სხვა დარგია, ნერვოპათოლოგია სხვა დარგია და ფსიქოლოგია. ფსიქოლოგია რა წეღანაც თქვი. ლოგოს ლათინური სიტყვა რაც ნიშნავს სიტყვას, ლოგოს და ფსიქო რატო ქვია, ანუ ადამიანის ფსიქიკაზე საუბარია. კი. ლოგოს, როგორც თეოლოგია. ის ანუ ღვთაებრივ საკითხებზე განხილვა არის თეოლოგია, ხო? ამიტომ ფსიქოლოგია ფსიქიატრიისაგან და ნეიროპათოლოგიისგან იმით განსხვავდება, რომ მხოლოდ საუბრით ხდება. ანუ წამლისა და მედიკამენტების დახმარებით არ ხდება ფსიქოლოგის მიდგომა, საუბრით. მაგრამ თუ უფრო რთულ ფორმებშია, სადაც უკვე წამალია საჭირო, ამ შემთხვევაში უკვე ფსიქოთერაპევტი. ეს უკვე ფსიქოთერაპევტის დარგია. ფსიქიატრი ერთვება. ფსიქოლოგიის დარგი რა არის? ახლა, როდესაც ადამიანს რაღაც პრობლემები აქვს ოჯახში, ან შვილებთან, ან მეუღლესთან, ან კონკრეტულად სამსახურში, მეზობლებთან, რა იწვევს ამ პრობლემას, რომ ფსიქოლოგი ეხმარება დაინახოს. თვითონ არის მიზეზი თუ შესაძლოა სულაც არ არის თვითონ მიზეზი და როგორ მოიქცეს მომავალში, რომ ეს პრობლემები აღარ აქონდეს. ეს არის ფსიქოლოგიის დარგი. ან რაღაც თვითონ შინაგანად ცუდად გრძნობს, გადაიღალა ცხოვრებისეული აი ამ ყოველდღიურობით და ნუ ეს სიტყვით ფსიქოლოგი ეხმარება ადამიანს, რომ გამოვიდეს აი ამ მდგომარეობიდან. ხანდახან რაც იწვევს უკვე მე ფოთვებს ხომ იგია. ეს ყველაფერი იწვევს. რომ მე არ გადაიზარდოს უფრო სერიოზულ პათოლოგიებში, კი. ამიტომ საჭიროა ხანდახან ესეთ საქმის მიმართოს ადამიანმა, რომ გამოვიდეს უფრო ადრეულ ფორმებში, სანამ აქვს რაღაც პრობლემა, მანამ დაძლიოს ეს პროფილაქტიკასავით არის, რთულ ფორმებში არ გადაიზარდოს. იმიტომ რომ საერთოდ ესეთი ტერმინი არის, ხო? ქრონიკული დაავადებები. რას ქვია ქრონიკული დაავადებები? რომელიც გრძელდება უკვე ერთი დიდი ხანია როცა გრძელდება, მე წამალიც კი რომ დალიო, ქრონიკულში მაინც არის გადასული. ანუ იმას უკვე ძალიან ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. და როცა ადამიანი გრძნობს აი ამ სიმძიმეს, სულიერს თუ ფსიქიკურ სიმძიმეს, რაც უფრო ადრე ეცდება რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან. ხო, გამოვიდეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჯანმრთელი იქნება და უფრო კარგად ხარისხიანი იქნება მისი ცხოვრება. ხო, კიდე ერთხელ რო ვთქვა, შენი რჩევები რაზე იქნება გია დაფუძნებული? თეოლოგიური ფსიქოლოგია. ანუ 100%-ით ქრისტიანობაზე იქნება დაფუძნებული. ნუ საერთოდ ყველა ფსიქოლოგია ქრისტიანობაზეა, მაგრამ მე რაც გულისხმობ, იცი? უმეტესობა რჩევების და მაგალითების განხილვა, მე არ ვიძახი რომ რაღაც რელიგიის სწავლა არ იგულისხმება აქ. იქ მოხსენიებული მაგალითების თანამედროვე პირობებში განხილვა, რადგან ისიც რეალური სიტუაციები არის იქაც მოხსენიებული. ბიბლია არ არის ლეგენდა, ეს არის ისტორიული მოვლენები რეალურ ადამიანებისა და რეალურ ეპოქებში, ასე რომ დღეს იგივე პრაქტიკა, რაც იქ არის ძალიან საინტერესო რჩევები, მოსაზრებები და მაგალითები ამის თანამედროვე ენაზე და თანამედროვე სიტუაციაში თუ იმჟელებ და განიხილავ ადამიანი დაინახავს აი ამ თავის ნამდვილ მდგომარეობას. რატომ არის ასე? და მაგის თეოლოგიის მოშველიერება ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ მეთოდებთან შედარებით იმითი არის ეფექტური, რომ იქ არის ძალიან მარტივ ენაზე, რომ ადამიანი ხვდება უფრო ადვილად. რა უნდა გააკეთოს ან რატომ იმყოფება ამ მდგომარეობაში.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი მალე მიიღოს ეს კომუნიკაცია, ეს კავშირი დაინახოს თავის თავთან. რომ შედეგი რაც უფრო შეიძლება სწრაფი იყოს. ბატონო. ჩვენ გავაკეთეთ გოგოებო გიას გვერდი, ანუ ინსტაგრამზე, აი ნახეთ როგორ გვიწერია. ესე ჩაირთო. გაჩვენებთ ახლავე. შეგიძლიათ მოგწეროთ აი ამ გვერდზე. აი, ნახეთ. აი ეს ჩემი და გიას სურათია. გია გვიმრაც. ისე გიორგი ქვია, გიას. აი მასე აქვია. ესე უწერია თავის პირადობაში, გიორგი, მაგრამ მე რა ვიცი, გიას ვეძახი და იყვეს აქაც ესე ეწეროს. გია გვიმრაძე, აი ესე ჩემი და გიას სურათია და შეგიძლიათ რომ აი აქ მოგწეროთ ვისაც გსურთ. პირადი კონსულტაცია გიასთან და ეს ვიდეო სხვათა შორის ახლა მინდა რომ ავტვირთო აქ ინსტაგრამზეც. იქნება ეს ვიდეო. ასევე იქნება ხოლმე კიდე ვიდეოები, პატარ-პატარა ვიდეოები აი ამ გვერდზე. კიდე გაჩვენებთ და გამოიწერეთ და შეგიძლიათ აქვე მოგწეროთ. მიყვარხართ ძალიან და დროებით, გემშვიდობებით. ხო, ვიდეო დავამთავრე, მაგრამ ეს მინდა რომ დავამატო შემოძვირფასებო. თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ, რაც გაჩვენეთ იმ გვერდზე, ინსტაგრამზე. ეს შეხვედრა იქნება კონსულტაცია, რა თქმა უნდა, ონლაინ. ალბათ ვფიქრობ, რომ გაგრძელდება დაახლოებით საათი და მეტი, საათნახევარი და შეგიძლიათ მოგწეროთ ნებისმიერი ადგილიდან, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ეს მინდოდა მეთქვა. დროებით